სალამი მეგობრებო. მოდით ცოტა ხანი ესეთი დაშვება გავაკეთოთ, რომ რეალურად მოცემულობაში არანაირი ტრავმა არ არსებობს. აი ფაქტად აღებული ამ მომენტში ჩვენ ცხოვრებაში არანაირი ტრავმა არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს უნარი და შესაძლებლობა პირდაპირ გამოცდილებების მიღების. ჩვენ გამუდმებით საკუთარ თავს მოცემულობებს, სიტუაციებს ვუხსნით. ჩვენ ცხოვრებას აღვიქვამთ ფიქრების გავლით. საკუთარი თავის ახსნის გავლით. განმარტებების გავლით. გამუდმებით რაღაცებს ვუხსნით რა საკუთარ თავს, განვიხილავთ, ვაფასებთ, აღვიქვამთ, ვახარისხებთ და ის ხდება მერე ჩვენი მოცემულობა, რომელიც ყოველთვის წარსული იქნება, იმიტომ რომ ეს ახსნების მდგომარეობა უბრალოდ ვერ ეწევა აწყოს. ჩვენ არ გვაქვს უნარი პირდაპირ გამოცდილებები მივიღოთ იმ სპონტანური მოცემულობის მიმართ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. აი რაც ჩემს ირგვლივ ხდება, ამაზე პირდაპირ წვდომა არ მაქვს. რასაც აღვიქვავ, ეს მზის ჩასვლა იქნება, ნიავი იქნება, სილამაზით კბობა იქნება, თუ ბუნებით კბობა იქნება, თუ ტკივილი იქნება, თუ კამათი იქნება. ეს ყველაფერი არის ფიქრების გავლით. გამუდმებით მე ამ მოცემულობას, აი ამ სილამაზეს, ამ აღქმას, ამ სიმშვიდეს ვუხსნი საკუთარ თავს და მერე ვტკბები ამით, რომელიც პირველადი არც არასდროს არ ყოფილა და არც არის. ანუ გამუდმებით მე წარსულში ვცხოვრობ რეალურად. თუნდაც იმითი რომ გონია რომ მზის ჩასვლით ვტკბები, ესეც წარსული ტკბობა არის რეალურად. იმიტომ რომ სანამ მე ვუხსნი საკუთარ თავს, სანამ მე ვხსნი აი ამ მოცემულობებს, მაგამდე ეს ცოცხალი ვერასდროს ვერ იქნება და მე მჭირდება ვისწავლო, რომ ცხოვრება დავინახო პირდაპირ გამოცდილების ხაზით. აქედან გამომდინარე, ჩვენს უნარობას ვამართლებთ იმითი რომ აი წარსულში რაღაც ისეთი გამოცდილების გავლა მომიწია, რომ აბა ეხლა რანაირად ვიქნები მე ბედნიერი, რანაირად ვიქნები ეხლა მე ფხიზელი, რანაირად ვიქნები ეხლა მე მშვიდი. გამუდმებით ვამართლებ რა ჩემს მდგომარეობას იმითი, რომ წარსულში ერთ დროს რაღაცა მოხდა. ადამიანებზე ვარ გადამტერებული, ადამიანებს ვაბრალებ, უკეთესი ადამიანი რო შემხვედროდა იმ მოცემულობაში, მე ახლა ეს ბრძოლები არ მომიწევდა. უკეთესი მთავრობა რომ მყავდეს, ეს არ მომიწევდა. მე რო პატრონი მყავდეს, ცხოვრებას დავილაგებდი. გამუდმებით რაღაცებს ხსნით და ვამართლებთ რა, რომელიც ვერასდროს ვერ ეწევა აწყო მოცემულობას. რეალობას ვერ ეწევა ვერასდროს. არანაირი ბრძოლა არ არის საჭირო ტრავმების მიმართ. არანაირი ბრძოლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მე დღეს ახლა ვიცხოვრო. კი, მოცემულობაში მოხდა წარსულში რაღაც ისეთი, რომელიც მეტკინა იმ მომენტში. რთულად გადასატანი იყო იმ მომენტში. მაგრამ ინფანტილიზმი საკუთარ თავში ხო იმას გულისხმობს, რომ მოცემულობები თავის დროზე სრულდებოდეს. და ინფანტილიზმი გულისხმობს იმას, რომ ვერ ვასრულებ მე მოცემულობას. გამუდმებით წუწუნის მდგომარეობაში ვარ, გამუდმებით ახსნების მდგომარეობაში ვარ, თავის დაიმედების მდგომარეობაში ვარ. თავს ვიმართლებ გამუდმებით, ხო ეს არის ინფანტილიზმი. ხო და ჩვენ დღეს რასაც ტრავმებს ვეძახით, რის გამოც ფსიქოლოგებთან დავდივართ და რის გამოც ვიტანჯებით. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ინფანტილიზმი. რომ ჩვენ ვერ ვასრულებთ იმ ციკლს, რაც წარსულში ერთ დროს მოხდა და ჩვენ ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ახლა ამ მომენტში ეს არ ხდება. რაც არ უნდა მოხდარიყო წარსულში. მე მესმის საკუთარი გამოცდილების, ხედავ, ვაღიარებ ამ გამოცდილებას და ასევე ვაღიარებ იმას, რომ ახლა აქ არ ხდება. და მე ეს წარსულზე ჩაბღაუჭება მჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ დღევანდელი უმოქმედობა გავამართლო. მოდი ცოტა ხანი ჩემთან და თვალები დახუჭე. მოკალათ სადაც იხარ. არ აქვს პოზას მნიშვნელობა. თავია ხერხემალი გამართო. გაასწორე ხერხემალი. მოდუნდი. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქე. და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ ცხვირით ღრმად შეისუნთქე. და პირით ღრმად ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ ცხვირით შეისუნთქე და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. ახლა დააფიქსირე, რომ ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ იმას, თუ რას ვფიქრობთ. გამუდმებით ფიქრს განვიხილავთ და ამ ფიქრის ახსნაში ვართ. ეხლა ეცადე რომ ყურადღება გადაიტანო იქიდან თუ რას ფიქრობ, იმაზე თუ სად ხდება ეს ფიქრი.
ეს ფიქრები სად ხდება რეალურად? დააკვირდი შენ შეგრძნებებს. სად არის მოჭემულობა? სად არის დაძაბულობა? სად არის უხერხულობა? და ეს ყველაფერი სუნთქვით დაარბილე, მოადუნე, დაამშვიდე. მე მაქვს უფლება, რომ ეს ფიქრები იყოს ჩემს თავში. მე მაქვს უფლება, რომ ეს შეგრძნებები იყოს ჩემს სხეულში. ჩვენ გვჭირდება, რომ არ შევაფასოთ, არ ავღწეროთ, არ ავხსნათ და არ გავაკონტროლოთ იმას, თუ რას ვფიქრობთ. უბრალოდ არ განვიხილოთ იმას, თუ რას ვფიქრობთ. მიეცი უფლება, რომ იდინოს ფიქრება. წავიდეს იქით, საითაც მოინდომებს. ამოვიდეს ის, რასაც მოინდომებს. მიეცი უფლება ნებისმიერ შინაარსს, რომ იყოს, იფიქროს, იარსებოს თავისთვის. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე თავი გავაიგივო ამ ფიქრებთან. უბრალოდ ყურადღება გადაიტანე იქიდან თუ რას ფიქრობ, იმაზე თუ სად ხდება ეს ყველაფერი. დააკვირდი სივრცეს ამ ფიქრების გარშემო. დააკვირდი სივრცეს შენი სხეულის გარშემო. წარმოიდგინე ოთახი, სადაც ზიხარ და ყველა ის ნივთი, რაც ამ ოთახში არის, შენი სხეულიც და ის ყველა ნივთი, რომელიც შენს გარშემო არის, ამ ერთ სივრცეში არსებობთ. ყველა ნივთის გარშემო არის სივრცე, ისევე როგორც შენი სხეულის გარშემო არის სივრცე. ახლა ეცადე, რომ ეს ოთახის სივრცე მთლიან სახლზე გაშალო და ის სივრცე, რაც არის შენი სხეულის და ნივთების გარშემო, ის მთელი სივრცე, რაც დგას ოთახში, ზუსტად იგივე სივრცე არის მთელ შენ სახლში. ახლა ეცადე, რომ ეს სახლში არსებული სივრცე გარეთ ქუჩაში გაიტანო, შენს ქალაქში გაიტანო. და უბრალოდ შეიგრძენი, რომ ის სივრცე, რომელიც არის შენს ოთახში და შენი სხეულის გარშემო, ეს სივრცე გაერთიანებს მთლიანად შენს ქალაქთან. ამ სივრცეში წარმოიდგინე მთელი შენი ქალაქი, ყველა შენი ახლობელი, ყველა შენი მეგობარი, ყველა ის ადამიანი, ვინც გაგახსენდება. გაშალე ეს სივრცე მთელს დედამიწაზე და წარმოიდგინე, რომ ეს სივრცე არ არის გამოყოფილი შენი ოთახის სივრცისგან, იქ სადაც ახლა ზიხარ. ყველა ადამიანი შენს გარშემო, ისევე როგორც შენ, ამ სივრცეში ვარსებობთ, ამ სივრცეს სუნთქავთ და ამ სივრცეს აღვქვამთ. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს სივრცე არის ზუსტად იგივე სივრცე, რაც შენს სხეულში შიგნით არსებობს. ორგანოების გარშემო და მათ შორის შიგნით ორგანოებშიც. დაინახე საკუთარი თავი შენი სხეულის შიგნიდან. დაინახე ეს სივრცე შენს სხეულში. ყურადღება თუ წავიდა თავში და ანალიტიკურ აზროვნებაში, უბრალოდ ჩამოიტანე გულში. რამდენჯერაც ყურადღება გაიქცევა თავში, ჩამოიტანე გულში. და გულიდან დააკვირდი იმ სივრცეს, რომელიც არის შენი სხეულის შიგნით და შენი სხეულის გარეთ. დააკვირდი ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს და დასვი კითხვა: სად იწყება შინაგანი სივრცე და სად გადადის გარეგან სივრცეში? რა ყოფს ამ ორ სივრცეს ერთმანეთისგან? რითი არის ეს სივრცეები ერთმანეთისგან განსხვავებული? ახლა წარმოიდგინე, რომ
ის სივრცე, რაც ჩვენს ოთახში და მთელს სოფლიოში და მთელს დედამიწაზე არის, სადაც ხდება ყველა მოცემულობა, ამ სივრცეს სუნთქავ ჰაერის სახით. და შინაგანის სივრცე, რაც ხდება შენი სხეულის შიგნით, ამოსუნთქვისას გამოდის გარე სივრცეში. წარმოიდგინე, რომ ამ სივრცეს და ამ ცნობიერებას, რაშიც ყველაფერი ხდება, ამას შეისუნთქავ და ამას ამოისუნთქავ. ღრმად შეისუნთქე და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. გადაიტანე ყურადღება იქიდან თუ რას ფიქრობ, არამედ იმაზე თუ სად ფიქრობ. ამ სივრცეზე გადაიტანე ყურადღება. ის ყოველთვის ხელმისაწვდომი არის, ყოველთვის შენს გარშემო, შენში და შენს გარეთ არის, ყოველთვის 24 საათის განმავლობაში. თავარია შენ გაგახსენდეს, როცა ყურადღება ავა თავში და ფიქრებში, უბრალოდ ყურადღება ჩამოიტანე გულის სივრცეში. ჩამოიტანე გულში და გულიდან გაშალე შენი ყურადღება ამ სივრცეში. ღრმად შეისუნთქე ცხვირით და ხანგრძლივად და ღრმად ამოისუნთქე პირით. ახლა წარმოიდგინე, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც შენ იცნობ და ვისაც არ იცნობ, ყველა არსება, ყველა მცენარე ზუსტად იგივე სივრცეს შეისუნთქავს ყოველ წამს და ამოისუნთქავს ისევე როგორც შენ. ყველა ადამიანს დედამიწაზე ეს სივრცე გვაერთიანებს. ამ სივრცეს შევისუნთქავთ და ამ სივრცეს ამოვისუნთქავთ. არ არის განსხვავებული სივრცე ჩემთვის და განსხვავებული სივრცე შენთვის. ამ ცნობიერებაში, ამ სივრცეში ყველანი ერთნი ვართ. არ არსებობს მე და ის. არ არსებობს ჩვენ და თქვენ. არის ეს სივრცე და ამ სივრცეში ხდება ყველაფერი. ამ სივრცეში ხდება როგორც შენი მოცემულობა, ისევე ჩემი მოცემულობა. ამ სივრცეში არსებობს ფიქრები, აღქმები, შეფასებები. და ამ სივრცეში ტივტივებს ყველანაირი ფიქრი, ყველანაირი აზრი, ყველანაირი აღქმა. მე უბრალოდ მჭირდება, რომ ამ სივრცეზე გადავიტანო ყურადღება და არა კონკრეტულად რომელიმე ფიქრზე, კონკრეტულად რომელიმე საგანზე და არა კონკრეტულად რომელიმე ადამიანზე. გაშალე შენი ცნობიერება ამ სივრცეზე და ყურადღება ჩამოიტანე თავიდან გულში. ღრმად შეისუნთქე ცხვირით და ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე პირით. გახსოვდეს, რომ ეს სივრცე ყოველთვის შენს გარშემოა, ისევე როგორც შენში. ეს სივრცე ყოველთვის ხელმისაწვდომია. და ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას იმ ფიქრებს, აზრებს, გამოცდილებებს, რომელიც ამ სივრცეში ხდება. ყველაფერი მოდის და მიდის, ყველაფერი ტივტივებს ამ სივრცეში. აივლიან და ჩაივლიან. ნუ ჩაებღაუჭები წარსულის გამოცდილებებს. შენი ნებისმიერი წარსულის გამოცდილება არის უბრალოდ ერთ-ერთი გამოცდილება, რომელმაც ამ სივრცეში ჩაიარა. მიეცი უფლება, რომ ჩაიაროს. მიეცი უფლება, რომ იარსებოს. მიეცი შენ თავს უფლება, რომ არ გამოეკიდო წარსულის ნარჩენებს. გაიხსენე ეს სივრცე. და ეს სივრცე შეისუნთქე ღრმად ცხვირით და ღრმად ამოისუნთქე. ყურადღება ჩაიტანე თავიდან გულში, მოისვენე ამ სივრცეში. გაიშალე ამ სივრცეში, დაისვენე ამ სივრცეში. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქე და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. მარცხენა ხელი დაიდე გულზე, მარჯვენა ხელი დაიდე მარცხენა ხელზე ზემოდან, ცერათითები გადააჯვარედინიან, უბრალოდ შეაერთე ერთმანეთს და ჩემთან ერთად ან ხმამაღლა, ან შენთვის გონებაში გაიმეორე.
მე ხელს უშვებ სირცხვილის და დანაშაულის შეგრძნებას. მე ვიღებ ყველაფერს ისეთად, როგორიც არის. მე ვიღებ საკუთარ თავს და მიყვარ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა ვარ. მე მაქვს უფლება გამთავისუფლდე წარსულის ნარჩენებისგან. მე ხელს ვუშვებ წარსულის ნარჩენებს, არ ვებღაუჭები მოცემულობებს და მახსოვს სივრცე, როგორც ჩემს გარეთ, ისევე ჩემს შიგნით. მე დაგტოვებ ამ სივრცესთან და როცა შენ საჭირო ჩათვლი, თვალები ნელ-ნელა გაახილე და გახსოვდეს, რომ ეს სივრცე არც არადროს წასულა სადმე და არც არადროს წავა. ეს სივრცე არის ყოველთვის შენთან და რამდენჯერაც გაგახსენდება, შეგიძლია შენი ყურადღება დაასვენო ამ სივრცეში.